ჟვანია შემოდის პარლამენტში 92 წლის პარლამენტში, მწვანეთა ფრაქციის ლიდერად და შევარდნაძეს არ ყავს თავისი პარტია არანაირი. შემდგომ უკვე იწყება აი ამ მოქალაქეთა კავშირის ჩამოყალიბება, რომელიც შედგებოდა სხვადასხვა ნაგლეჯი პარტიებისგან, მათ შორის ნამხედრიონალი, ნაყაჩაღარი, ნაპოლიტიკარი, ნამეცნიერალი, რა ვიცი, ესეთი ის იყო ასორტი, მრავალსახოვანი და იქ ლიდერად გვევლინება ჟვანია, რომელიც უდავოდ ნიჭიერი კაცი იყო. შემიძლია გითხრათ, ნიჭიერი კაცი, მაგრამ ბოროტინიჭია ის, რაც მას ჰქონდა, იმიტომ რომ რაც მან დატოვა ეს გუნდები და არჩევნების გაყალბების სისტემა და გადატრიალებები და სხვადასხვა რაღაცები ვილაპარაკებთ, ეს ყველაფერი უბედურებად დაგვიტრიალდა. აი ამ ჯგუფში ლიდერი გახდა ეს პიროვნება და დაიწყეს ძებნა რეფორმატორი დასავლეთში განათლება მიღებული ახალგაზრდების და ერთ-ერთი ვოიაჟის დროს ამერიკაში აწყდა ველოსიპედზე ამხედრებულ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მუშაობდა კირაკოსიანის ფირმაში პოსტალიონად თუ კურიერად. და იქ ილაპარაკეს მომავალი ქართული სახელმწიფოს პერსპექტივებზე, ჩამოყალიბებაზე, შეთანხმდნენ გლობალურად, ჩამოვიდა შევარდნაძეს უთხრა რომ ასეთი აღმოაჩინეთ, რომელიც გადაგვარჩენს, მაგარი ჩამოიყვანოთ და ერთ-ერთ შეხვედრის დროს შევარდნაძეს უთხარი რომ სანანებელი გაგიხდება მეთქი მაგ სააკაშვილის ჩაწერა სიაში და მისი დაწინაურება. ძალიან მოუმწიფებელია, მე ვუთხარი სახელმწიფოებრივად და ფსიქოლოგიურად ამის თქვის საფუძველი. არასერიოზული ცანცარა კაცი იყო, ახლა პირდაპირ რო გითხრათ, გამოვარდებოდა, ვიღაცას დაეტაკებოდა, გალანძღავდა, მერე შეურიგდებოდა, მერე ამერიკაში გაიქცეოდა, მერე შვედეთში დაამთავრებდა რაღაც სამთვიან კურსებს. როგორც ახლა რა, მღელვარი ტიპი იყო და სტაბილური პოლიტიკისთვის ასეთი ტიპები შეიძლება აიტანო ოპოზიციაში. მაგრამ აი სახელმწიფოებრივი სტაბილურობისთვის რა შედეგები გვაქვს ჩვენ ნახეთ, ხო? ჟვანიაზეც უთხარი რომ ამათ დაეყრდნობი, სულ შედეგებამდე მივა სახელმწიფო იცოდეთ მეთქი. ხო და შემომხედა, რაღაცა გაიფიქრა, არ ვიცი და პასუხი არ გამცა, მაგრამ რო გამოვდიოდი, კარებში მომაძახა. შალვა, დაგვინდებიან. აი შევტრიალდი, მე ვუთხარი არ დაძმარდნენ, ბატონო ედუარდ, ფრთხილად იყავით მეთქი. ალბათ რო დაამხეს, მე გამიხსენა არაერთხელ. მახსოვრობა გაიქონდა. და აი ამ ჯგუფს ლობირებდა ამერიკული ორგანიზაციები, დიპლომატური წრეები ჯერ აქ აკრედიტირებული, შემდგომ არასამთავრობო ორგანიზაციები, მე ამას დაემატა გრანტები. პირველი კანონი, რომელიც გაიტანა პარლამენტში სააკაშვილმა რა იყო თუ ვიცით? გრანტების გადასახადისგან განთავისუფლების კანონი, 2 მუხლისგან შედგებოდა. ეს რო ჩამოარიგეს და წავიკითხეთ, ვერ გავიგეთ მაშინ რა იყო გრანტი, იმიტომ რომ არ ვიცოდით ჩვენ ეს ფენომენი. რას ნიშნავდა? თუ ყველა მისახმა, მე მგონი მეც მაგ მეცემული. აი ესე იწყებოდა ძალაუფლების კონსოლიდაცია ამ ჯგუფის ირგვლივ.